პიტერ დრუკერის ეფექტური მმართველი, The Effective Executive, არის წიგნი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ლიდერობაზე. თუ მანამდე თვლიდნენ, რომ ლიდერი იბადებოდა და ეფექტურობა თანდაყოლილი ნიჭი იყო, დრუკერმა თქვა, ეფექტურობა არის ჩვევა და მისი სწავლა შესაძლებელია. ქვემოთ ვრცლად განვიხილავთ წიგნის 5 მთავარ პრინციპს. ჩვევას, რომელიც დრუკერის აზრით აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს შედეგის მიღწევა. შესავალი. ვინ არის მმართველი? Executive. დრუკერის განმარტებით, მმართველი არ არის მხოლოდ დირექტორი. ეს არის ნებისმიერი ცოდნის მუშაკი, knowledge worker, რომლის გადაწყვეტილებების გავლენას ახდენს ორგანიზაციის შედეგებზე. თუ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს და არა მხოლოდ ბრძანებებს ასრულებთ, თქვენ მმართველი ხართ. ჩვევა პირველი. იცოდე, სად მიდის შენი დრო. Know thy time. დრუკერი წიგნს იწყებს ფრაზით: დრო ყველაზე ლიმიტირებული რესურსია. ფული შეიძლება ისესხო, ხალხი დაიქირავო, მაგრამ დროს ვერ იყიდი. პრობლემა. უმეტესობას გვგონია, რომ ვიცით რაში ვხარჯავთ დროს, მაგრამ სინამდვილეში მეხსიერება გვატყუებს. დრუკერის მეთოდი. ჩაიწერეთ. ნუ დაეყრდნობით მეხსიერებას. რეალურ დროში ჩაიწერეთ, რას აკეთებთ, მაგალითად 10-10-70 მეილი, 10-70-11 ყავა. მართეთ. ნახეთ ჩანაწერები და იპოვეთ დროის ქურდები, უაზრო შეხვედრები, ზედმეტი ბიუროკრატია. თუ რაიმე საქმის გაუქმებით არაფერი დაშავდება, გააუქმეთ ის. გაერთიანეთ. ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა დროის დიდი მონაკვეთები, მაგალითად 2-3 საათი გადაბმულად. დაქუცმაცებული 15-15 წუთით სერიოზული საქმე არ კეთდება. ჩვევა მეორე. ფოკუსირდი წვლილზე. ბევრი მენეჯერი ფიქრობს, რა ძალაუფლება მაქვს, ან რას მავალებენ. ეფექტური მმართველი კი swams კითხვას, რა შემიძლია შევმატო ამ ორგანიზაციას? What can I contribute? ეს ცვლის ფოკუსს პროცესიდან შედეგზე. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, მე მარკეტინგის განყოფილებას ვხელმძღვანელობ, პროცესი, უნდა თქვათ, მე ვქმნი პროდუქტზე მოთხოვნას, რათა კომპანიამ გაყიდოს, წვლილი. ეს ჩვევა გაიძულებთ აიღოთ პასუხისმგებლობა საბოლოო შედეგზე და არა მხოლოდ თქვენს ვიწრო სპეციალობაზე. ჩვევა მესამე. ააშენე ძლიერ მხარეებზე. Make strengths productive. ეს არის დრუკერის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური იდეა. ტრადიციული სისტემა ეძებს ადამიანის სისუსტეებს, რათა გააუმჯობესოს ის. დრუკერი ამბობს, დაივიწყეთ სისუსტეები, ფოკუსირდით მხოლოდ სიძლიერეზე. ადამიანების მართვა. ნუ ეცაბეთ თანამშრომლის ხასიათის შეცვლა. იპოვეთ ერთი რამ, რაც მას კარგად გამოუსდეს და მიცით საშუალება ეს აკეთოს. საკუთარი თავი. ნუ ეცადეთ გახდეთ უნივერსალური ჯარისკაცი. გააძლიერეთ ის, რაშიც უკვე მაგარი ხართ. უფროსის მართვა. დრუკერი ამბობს, რომ ეფექტური მმართველი საკუთარ უფროსის ძლიერ მხარეებსაც იყენებს. ნუ ეცადეთ უფროსის გამოსწორებას. დაეხმარეთ იმაში, რაც მას კარგად გამოუსდეს, რადგან ეს თქვენც წაგადგებათ. ჩვევა მეოთხე. პირველი თავში. ეს არის კონცენტრაციის წესი. დრუკერის ფორმულა მარტივია. აკეთე პირველი საქმეები თავში, ხოლო მეორეხარისხოვანი საქმეები საერთად. მულტიტასკინგი მითია. ეფექტური ადამიანები ერთ დროს მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებენ. წარსულის მოშორება. სანამ ახალს დაიწყებდე, ძველი უნდა დაასრულო და მოიშორო. დრუკერი გვირჩევს პერიოდულად ჩავატაროთ რევიზია და გავაუქმოთ პროექტები, რომლებიც აღარ არის აქტუალური, თუმცა მათში დიდი შრომა იყოს ჩადებული. პრიორიტეტი versus უკანა პლანი. პრიორიტეტის დანაგება სჭირდება არა ანალიზი, არამედ გამბედაობა. ადვილია აკეთო ის, რაც სასწრაფოა, რთულია აკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იწვის. ჩვევა მეხუთე. მიიღე ეფექტური გადაწყვეტილებები. დრუკერი თვლის, რომ მმართველმა ცოტა, მაგრამ ფუნდამენტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. უთანხმოება აუცილებელია. არსოდეს მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ყველა გეთანხმებათ. თუ კონსენსუსია, ესე იგი საკითხი კარგად არ არის შესწავლილი. ეფექტური მმართველი სპეციალურად იწვევს კამათს, dissent, რათა დაინახოს მედლის ყველა მხარე. ფაქტები versus მოსაზრებები. გადაწყვეტილების მიღება იწყება მოსაზრებებით და არა ფაქტებით. ფაქტების მოძიება ნებისმიერი თეორიისთვის შეიძლება. მთავარია სწორი კრიტერიუმების დადგენა. ავტომატიზაცია. თუ პრობლემა მეორდება, არ უნდა მიიღოთ ყოველ ჯერზე ახალი გადაწყვეტილება.
უნდა შექმნათ წესი, პოლიტიკა, რომელიც ავტომატურად გადაჭრის მას. შეჯამება. წიგნის მთავარი მესიჯი ოპტიმისტურია. არ არის აუცილებელი იყოთ გენიოსი, რომ იყოთ ეფექტური. ეფექტურობა არის დისციპლინა. თუ ისწავლით დროის მართვას, ფოკუსირდებით წვლილზე, გამოიყენებთ ძლიერ მხარეებს და სწორად დაალაგებთ პრიორიტეტებს, თქვენ გახდებით ეფექტური მმართველი.